მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივი პირამიდა. მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურის გამოსახვისთვის გამოიყენება გრაფიკი, რომელსაც ეწოდება სქესობრივ ასაკობრივი პირამიდა, ან უფრო მოკლედ მოსახლეობის პირამიდა. აღნიშნული გრაფიკი პირამიდისებრი ფორმისაა და მიიღება ორი ჰისტოგრამის კომბინირებით. მოსახლეობის პირამიდა გვიჩვენებს ცალკეული ქვეყნის, რეგიონის ან მთელი მსოფლიოს მდედრობითი და მამრობითი სქესის მოსახლეობის რაოდენობას ცალკეულ ასაკობრივ ჯგუფში. მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივი დიაგრამის ვერტიკალური ღერძი იყოფა რამოდენიმე დანაყოფად. თითოეული დანაყოფი აღნიშნავს ცალკეულ ასაკობრივ ჯგუფს, მაგალითად 0-დან 4 წლამდე, 5-დან 9 წლამდე, 10-დან 14 წლამდე, 15-დან 19 წლამდე და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ ყველაზე მცირე ასაკობრივი ჯგუფის მონაცემები გამოისახება პირამიდის ძირში, ანუ ვერტიკალური ღერძის ქვედა ნაწილში. ყველაზე ასაკოვანი ჯგუფის მონაცემები კი გამოისახება პირამიდის თავში. მოსახლეობის პირამიდის ვერტიკალური ღერძი შუაზე კვეთს ჰორიზონტალურ ღერძს. ჰორიზონტალურ ღერძზე ვერტიკალურ ღერძთან გადაკვეთის წერტილიდან ორივე მხარეს კეთდება დანაყოფები. თითოეული დანაყოფი აღნიშნავს მოსახლეობის რაოდენობას. აქვე მოსახლეობის რაოდენობა, ანუ ეს მაჩვენებელი, შეიძლება გამოისახოს როგორც აბსოლუტურ რიცხვებში, ანუ მოსახლეობის აბსოლუტურ მაჩვენებელში, ასევე პროცენტებით. ამ შემთხვევაში გამოვსახავთ პროცენტებში. მიღებულია, რომ ჰორიზონტალური ღერძის მარჯვენა მხარეს გამოისახოს მდედრობითი სქესის მოსახლეობის მონაცემები, ხოლო მარცხენა მხარეს მამრობითი სქესის მოსახლეობის მონაცემები. დიაგრამაზე ქალების მონაცემების მხარეს შეგვიძლია სიტყვიერად დავწეროთ ქალები, ან გამოვიყენოთ სიმბოლო. შესაბამისად, მამრობითი სქესის მონაცემების მხარეს შეგვიძლია მივაწეროთ კაცები, ან გამოვიყენოთ სიმბოლო. მას შემდეგ, რაც გავამზადებთ დიაგრამის საფუძველს, ანუ გამოვხაზავთ როგორც ვერტიკალურ ისე ჰორიზონტალურ ღერძებს თავიანთი დანაყოფებით, ვიწყებთ მასზე მონაცემების დატანას. თქვათ, მოსახლეობის სტრუქტურაში 0-დან 4 წლამდე მოსახლეობა შეადგენს მთელი მოსახლეობის 8%-ს. ეს უნდა გამოისახოს შემდეგნაირად. და ავიღოთ სიტუაცია, როდესაც 0-დან 4 წლამდე მამრობითი სქესის მოსახლეობაც ასევე 8%-ს შეადგენს. სასურველია სხვადასხვა სქესი განსხვავებული ფერით გამოვსახოთ. მარჯვენა მხარეს დაგვაქვს მდედრობითი სქესის მოსახლეობის მონაცემები, ხოლო მარცხენა მხარეს მამრობითი სქესის მოსახლეობის მონაცემები თითოეული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად. დიაგრამაზე დავიტანე მდედრობითი სქესის მოსახლეობის რაოდენობა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში. ჰისტოგრამა გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის რაოდენობა მცირდება ყოველ მომდევნო ასაკობრივ ჯგუფში და სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურაში დიდი წილი უკავია ახალგაზრდა მოსახლეობას. მამრობითი სქესის მოსახლეობის მონაცემების დატანის შემდგომ მივიღეთ თითქმის მდედრობითი სქესის მოსახლეობის მონაცემების ანალოგიური სიტუაცია. აქაც თანდათანობით მცირდება მოსახლეობის რაოდენობა, ერთი განსხვავება შეინიშნება 15-დან 19 წლამდე და 20-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს შორის. აქ შედარებით მკვეთრად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. სასურველია პირამიდა დავასათაუროთ. სათაურს როგორც წესი წერთ პირამიდის თავზე, იგი უნდა შეიცავდეს იმ ქვეყნის თუ რეგიონის სახელწოდებას, რომლის მონაცემებით გამოვსახეთ პირამიდის
ასევე იმ წელიწადს, როდესაც იქნა აღებული მონაცემები. ამ შემთხვევაში გამოყენებულია პირობითი მონაცემები. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ როგორ წავიკითხოთ მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივი პირამიდა. პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ პირამიდის ერთიან მთლიან ფორმას. მაგალითად, თუ კი პირამიდის ფუძე განიერია, როგორც ამ შემთხვევაში, ეს იმის მანიშნებელია, რომ სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურაში ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას დიდი წილი უკავია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ ქვეყანას ყავს დიდი რაოდენობით ახალგაზრდა მოსახლეობა. მეორე ეტაპზე უკვე ვაკვირდებით დიაგრამის დეტალებს. ასეთი მნიშვნელოვანი დეტალია ჰორიზონტალური სვეტი. ეს სვეტები გვიჩვენებენ კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში კონკრეტული სქესის ადამიანთა რაოდენობას. მნიშვნელოვანია ამ სვეტების ერთმანეთთან შედარება. თითოეული სვეტის განხილვისას უნდა დაუკვირდეთ, რამდენად უფრო მოკლეა ან რამდენად უფრო გრძელია წინა ან მომდევნო მონაცემთან შედარებით. მაგალითად, თუ რომელიმე კონკრეტული სვეტი შესამჩნევად მოკლე არის წინასთან შედარებით, ეს გვიჩვენებს, რომ ამ კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რისი გამომწვევით შეიძლება იყოს ან ომი, ან მასობრივი შიმშილი, რაიმე მსგავსი ნეგატიური მოვლენა. მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივი პირამიდა აჩვენებს მოსახლეობის განვითარების ტენდენციებს. ეს სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს განსაზღვრონ, თუ რა სახის მოთხოვნები იარსებებს მომავალში მათ ქვეყანაში. მაგალითად, თუ ქვეყანას დიდი რაოდენობის მოზარდი ასაკის მოსახლეობა ყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში მეტი სკოლა და მეტი მასწავლებელი დასჭირდება. ხოლო თუ ქვეყანას დიდი რაოდენობის ხანთაზმული მოსახლეობა ყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი პენსიის გაცემა მოუწევს მომავალში. მოსახლეობის პირამიდა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის შედარების კარგ საშუალებას წარმოადგენს. პირამიდის ფორმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქვეყნის ტიპზეც, რასაც შემდგომ გაკვეთილში გვექნება საუბარი.